მოვიდნენ ჩემი მეგობრები და ეგრევე. ყველა ვის რა ის ლაპარაკობს კამერაზე. მოიცადე, განვიხილოთ, რომელი კამერა ჯობია. დაიმაგრე და იგო გავგრძელე. არა, ვაი პრომინდოთ. გავიჩალიჩე. არა. რა. ერთი წამასე პირდაპირ არ შემიძლია. მირდალია ცოტა. ხო, ნუ მიდი, მე რა 200-ი. რატო დედო? აბა რა გითხარი მე შენ? მე არ ვამონტაჟებ არაფერს, ეგ არის რაც არის, გადაკარი. მოწრებს. სხვა ეს არის თეონა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. უცბად გეტყვით, მე და თუამ თეონა უკვე ბევრი წელი აღარ ვიცნობ, მაგრამ როცა გავიცანი, მაშინ თეონა იყო, ეხა თუა. გავიცანი სკოლაში. თუა გავიცანი სკოლაში, ვიყავით კლასელები. თუას არ მოვწონდი საშინლად, მე კიდე მინდოდა მასთან მეგობრობა. და მე ისე მოხდა, რომ გავხდით საუკეთესო მეგობრები. მე რამდენი კლასში? მე-6 თუ მე-7 კლასში? მე-6 კლასში და იმის მერე აგერ ამერიკაში ვცხოვრობთ ერთად. აჰა, დაიჭირე. თათა. დაიჭირე. მიკროფონი დაიჭირე. Dean. No. I don't know what you're talking about. Good, back to you. Bye. კაი, მომეცი. აუ, ნახო ბენი რა საკეთებს. აი ესე ხალხს კი არ უნდა. ხო და თეონა ხალხნო არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. სულ მყავს 2 საუკეთესო მეგობარი. მყავს მარი და თუა, რომლებიც ბავშვობიდან მომყვებიან და მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ჯერ არ ჯობია რომ ცოტა ყავდეს, მაგრამ ნამდვილი ვიდრე მილიონი და კაცმა არ იცის როგორი. და ეს არის ჩემი მეუღლე. გაიცანით ჩემი მეუღლე. Alright, what are you doing? We're having tacos tonight. So right now we're trying to brown the beef on the bottom for more flavor. So when we add some more sauces, it's got nice texture. So right now, just browning the bottom and it's pretty good. So we're going to start mixing it up and add more spices. We added oregano, thyme, bay leaves. Do you think you're in a cooking show or something? Cumin. Welcome to Cooking with Benny. Movzandit. Movzandit. All right. Movzandit. There we go. საშა გვაკლია ჩვენი ერთი მეგობარი, მაგრამ ის მუშაობს ხოლმე კვირის დღეებში და აღარც უთხარით, აღარ მოუშალეთ ნერვები. თორე ისიც არის ხოლმე, როცა ან პარასკევი, ან შაბათი, ან კვირა. ეხლა სამწუხაროდ არ არის. როგორ გაჩვენდა ყველა ღმერთო, ანუ რა გავაკეთო, რა აზრი აქვს ესე გადაღებას თუ არაფერს საწახო ტუალეტში წახვედი. საწახვედი, დაბრუნდი. რო დაждდება და მე რეკეთა. დაბრუნდი. ხემად გადაუღებ რაზე ჭორავენ. მეცადე ხემად გადაუღებ. What? She was saying she's nervous about like some reality. That's not what TV. I was saying. She did. No. She said, we're talking about very personal things. She said, I feel so nervy also. It's making me nervous. She had an accent too when she said it. She turned Spanish. Oh, let me ask you a question. What? In America, when we do accents, we usually do like some Italian, like like American Italian, or we do sides of Georgia. Yeah. Oh, you don't do like different country? No, we do sides. We're always like, to Kahetian or Migrelian. Paisan. We maybe try to go Italian, but we don't really know how to do it. No, we do like. No. We do like, I don't know, like. Rashwobi bicho da Italian da Migran. Okay, so you don't go outside the country when you want to do outside? Like accents and joking around? Okay, that's very polite, you know? I mean, you guys keeping it inside. No, I don't think we do it because of polite. Yeah, I don't know. It's not funny in Georgian, right? არა, ხო, რაღაცა კილო. It's interesting, you know? Ცოდორი კილო, ხო, ვიცი. არა, კილოებს ვაჯავრებთ და ენებს არა. ენებს გულისხმობ. Also, by the way, you know, it's just the way the world is. Sometimes, you know, you have like friendly jokes about cultures all over the world, which is not to be hateful in any way, but people make these jokes. So, you guys keep the jokes within the regions of the country? Or do you go outside? No, we don't go outside. You're just saying this. No, I swear. არა, მართლა. But now I like the idea. ანუ მიხვდით რას კითხულობს, რომ ჩვენ როცა რაღაცას ვცდილობთო, გადავობთო, გადავდივართ იტალიურ კილოზეო, ასეთ კილოზეო და თქვენ რა შვებითო და ჩვენ რა ვიცი, ჩვენ ქართულ კილოებს ვაკეთებთ რა.
რაღაცა კილოებს უფრო ალბათ ან მეგრელიანად სადაგიან სელაპარაკობთ ან რაღაცა რა ვიცი მე რა. That's Megrelian? იასაბა ბიჭო ჯიმა რა გინდა და შენ აქ რომ მოდი ჰა? Oh, okay, that was pretty good. რა ვიცი მე ძმა რა ვიცი მოჭარეცი ამ. Do you think someone would say that was like a perfect accent or like so-so? I don't know, is it good? So. You have to go full. You Actually, huh? have to go full. მართლა არ ვჭრი. ხო და ანუ ცუდი იყო ეხა ეს მეგრული აქცენტი. აქცენტები სხვა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. აქცენტები არ არის. შემიძლია რუსული აქცენტი გავაკეთო ქართულში. ხო. აი არ ვიცოდი რაღაცნაირად არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. რომ მოვედი მე რა უცბად წავიდა თავში წავიდა. ის რაში გადის? აი ძალიან ბიზი ვარ. ძალიან ბიზი ვარ. ჰა? თვითონ აი რა, ვერ მივხვდი რას მეკითხები. კითხე ახლიდან. ნუ ახლა ვინც დიდი ხანი ცხოვრობ ქვეყნის გარეთ რომ ინგლისურ სიტყვებს რო ვიყენებ. და ეხა მინდა რომ მოუყვა ერთი რაღაცა და რა შანსია რომ ის გოგო უყურებს ეხა. რომელი შიმით გადაცემები არსებობს ხოლმე მაგარხზე. I have some tomato sauce here, maybe some tomato paste. Yeah, I'm just breaking it up. yeah, perfect. That's how you want it. მოკლედ. I'd So say, what's going on next? ჩვენ ყავს Do we ერთი need any მეგობარი. მე რა tomato sauce or ამას do we put garlic? რომელი we haven't done შენ ხო არ შანსი არ არის ხა ის გოგო არ უყურებს ამას. ოკეი. კუდები ინტერესით. ხო რომელიც წავიდა ორი თვით საზღვარგარეთ. და დაბრუნდა. Oh, yeah, wait, I know that. Dabrundevi. What is Dabrundevi? დაბრუნდები come back. Oh, Dabrundevi, yeah. ხო, დაბრუნდა ისეთი ძიმე მდგომარეობით. აი არ ვიძახი, არც საწავი და არც რითი დაბრუნდა. მეტი რა უკანა? აქცენტით და აქცენტით Oh, you might like it. დაბრუნდა. We got... Oh. წამოდი აქ. აქცენტით დაბრუნდა. მერტო რამდენი რაღაც გაიპარა ხან დაიწოთ. აქცენტით დაბრუნდა ისეთით რომ ну აი ვერ ლაპარაკობდა ვიხსენებთ არ ვიძახი რა ქვია სახელს და გვარს არ ვიძახი მაგრამ აქცენტებზე ლაპარაკობდი და გავიხსენე რომ ერთი გოგო არის მეგობარი თუასი რომელიც წავიდა რამდენიმე თვით საზღვარგარეთ და ჩამოვიდა უმძი ოღონდ ეს ხდებოდა ბავშვობაში და აბსოლუტურად სუყველამ აღვიქვით რომ ანუ მართლა ესე ემართებათ რა ადამიანებს საზღვარგარეთ რომ მიდიან აბა სხვანაირად როგორ ხარ უბრუნდები მე გიჭირს ლაპარაკი მაგრამ ნუ ის უკვე აი საერთოდ ვერ იხსენებდა I mean nothing არაფერი არ ახსოვდა ქართული და ეხლა როცა ვცხოვრობთ ემიგრაციაში ნუ მე 10 წელი და თუ არ ამდენი ხანი არაც აქ არის 7 წელი და არ დაგვიწყებია ქართული ენა ხვდებით რომ ის რომ 3 თვით წავიდა და ასე აი მთლა დაავიწყდა ქართული იყო ალბათ თამაში შენ რა სიტყვი თათა შენ დაგავიწყდა ქართული ხეცი რა დაიჭირე მიკროფონი გიხოცები არ ამაყენა რა აბა რაღაც დარდები მაქვს მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაც რო გადის, ხვდები რომ ჩვეულებრივ ლაპარაკში ვიყენებ უცხოურ სიტყვებს. I means და რაღაცებს. I means არა, მაგრამ რაღაცები მეპარება ხოლმე და წინასწარ ვიცი როგორ დამამუნადებენ მეკობრები რო ჩავალვარა და კი არ მინდა. რა სიტყვა თქვი დამამუმარა დამამუნადებენ. აი ნახეთ ამერიკაში ვისწავლე ახალი სიტყვა მუნათი რას ნიშნავს აი რაღაც დაქცინებენ და დაგაჯაჯმენტებენ ინგლისურად რო დია. დია. თუა, ნუ იპარები მოდი. დაბრუნდით რა აი ეს და მიდი. დაბრუნდი რა მოდი. არ მithქვამს დაგამუნათებთ იცოდეთ. ხოჭის გეგმა გვაქვს რამე ფილმს უყუროთ და ვერ გადასწრდა რა ფილმს უყუროთ ვარიანტები გვაქვს Then what was the third movie you said? We had Dracula. Say it again? We had Dracula. What was Yeah, so there's a few movies. One movie is the new movie with Ryan Gosling, which is he gets sent to... Yeah. So there's the one with Ryan Gosling, he gets sent to space. It's rated like 8, I think, on IMDb, which is crazy. If anything is over a 7, it's a good movie. Anything over 6 is a good movie on IMDb. If you ever see IMDb movies, over 6. But it's not like, okay, over 6 is the best movie, but over 6 is where the good movies start. Sometimes like 5.8, I was just talking about this, is like, okay still.
5.6, but when you start to go lower, you maybe run into problems. When you go above 7, it's very good, and the Ryan Gosling movie is over 8. Okay, so we have Ryan Gosling. He's like Save the World. Next one is Dracula. $20 though. It was $20, which I don't really want to rent a movie for $20 on right now on TV. But you know, if we went to the movie theater, it would probably be like $100 right now for all of us. So the next movie is Dracula, and then after Dracula, there's a movie about Benjamin Franklin. Benjamin might be the obvious choice. And then there was another movie, Benjamin Franklin, Dracula. Oh, I saw a documentary. You don't like it? UFO. Yeah, I'm watching this you're not a big UFO Ryan person. Gosling one. Yeah. This That one's. looks like a good one. Oh, it's sci-fi, right? So, yeah, it is sci-fi. Yeah, it is sci-fi. I don't think it's like full-blown sci-fi, but it certainly contains like a mixed reality of like pre-apocalyptic, you know, with possibly like, I love it. you know, like on the verge of apocalypse. Those type of movie, apocalyptic movies, with maybe like an alien or something involved. You know? There was one more. I can't remember what it was. see a trailer? No, I don't actually like trailers, but I can watch whatever you want. Oh, okay. No, we're just trying to vote here. Yeah. Here. Oh, Project Hail Mary. Oh, that's the one. Yes, I've heard about that. All right, let's It's see. 8.3. Wow. 8.3. He looks good. Yeah, there was a lot of gossip about him. You know, he avoided everything, but everyone started posting that he did like fillers or something. I don't think so. But he came out, I think, everything okay. No, he didn't. It's probably because of the can. There's something going on. Anna Berkeley State. Oh, She's I good too. She's good. love Dr. Grace, She's amazing. the world is counting on you. იცით ხალხო მე შეყვარებული მყავდა რომელიც რაიან გოსლინგს გავდა სიმართლეა თუ არა თუა You too. არა რაღაცით ძალიან გავდა კი It looks good. არა, იცი ვის გავდა? ვიცი კი კი არა თქვი როგორ რა იმას რა ქვია რა Fight Club-ში რო არის არა. აბა I'm Grace. I'm going to call you ბავშვი რო არის. რა ხო ის ინტელექტი ხო, ინტელექტი. ხო, აი. ხო მაგასაც გავდა მაგრამ ნუ ერთი და იგივეა ეს კი რა სტილში შემიზაბო? გაზრდილი ეგ ბიჭი და რაიან გოსლინგი გვანა ნუ რა თავიდან ბოლომდე ამ ტრეილერს კიდე რამე მაისური მომცე თუ ბეთხო? ანუ ცხელა? ძალიან. როგორი კიდა არანაირი შეუყვარდა. მოგიდა აჰა გაართეთ YouTube-ი არა. აი დავტოვე აი ეს მიკროფონი გაართე YouTube-ი მომიტან მაისურს მოუყევი რამე ჩვენს გამოწერეს ძალიან მდგომარეობაში მაგდებს. რა საყვარელია ხო მაგეთი. დადის? თუ მე მეჩვენებარ და დადის. Is Are you this guys thing just- moving or What is it? is it moving? სახეზე მაქვს It looks like a little robot, you know? Yeah, it does. It does, right? It looks like we should come alive and start walking. You put like legs on it, might just walk around and tape record people. Oh. Just yeah. არა ხო ცოტა ცხელა ხო, მე თან ძალიან ხდება ჩავჭი. კაი ანუ ეს გვაინტერესებს просто კი, კარგი არის. ხო, ხო და ფინჩინი გავაკეთებ. არ გვინდა ფინჩინი ოპერატორი. იგაიგონ ამერიკული სტილი როგორი არის. კაი ხა რა გინდა თქვა რომ ამერიკელებს ყველაფერს დებენ არა, ხო bro. მეცი ეგ მიკროფონი შავი ჯომორი იყო რა. აი სხვათა შორის რო არის წარმოდგენა რომ ამერიკელები სულ ყოველთვის ყოფენ ანგარიშს და ასე შემდეგ ეგრეა არა. ჩემთვის არა. და მე მგონია ეს გაყოფის ამბავი ისეთ რაც არა რომ მეორე ზოგჯერ მეორე არ ჩავდეს უხახო მდგომარეობაში, ამიტომ არა არის ხო მეც ესე მგონია ხო, რაღაცა როგორც წავა ვაიბი ხოლმე ისე წავა და
არ არის საერთოდ ეს თავის გადაგიჟებაც არ არის რომ მოდი ახლა შემოგაპუტო და მე გადავიხადო ეგ არ არის. ხო, ეგ არ არის, არა გავიგე. ცივილურად იქვე თავდება სიტუაცია ლაგდება. თუმცა მე შემხვედრია აქ ამერიკელები, რომლებიც არა, ეხა არ მაწყენინო და მე კი, გადავიხდი. ძალიან ბევრი. ვენ მაიცის თქო თავის გაგიჟება ეგრე. ძალიან ბევრი მობენმა პირველ რიგში. 딘, მე ძალიან ბევრი. ხო, არა. აი აქ ვინც არიან ყველა. ყველასათვის ნუ თითქმის ყველა აქ ყველა ვიცის. გადამახდენებს არც ერთი. ხო. არა, ბევრი სხვადასხვა სტერეოტიპი, რითიცაც აქ ჩამოვედი და მეგონა რომ ამერიკა ეს არის, შემეცვალა, როცა ჩამოვედი. რა? რა კარგია. კიდე გამეპარები. კაი, ნახავ ისინი რასაკეთებენ და მოვრჩები მალე და ბარემ უყუროთ ფილმს. Lately it's probably welcome because it's like Yeah, no, I wanted. I know you guys are busy with well, the we're baby. we're both So next time Dean, next time I'd be glad to cook. I asked Dean to take over. Yeah, I knew that. Well, when Well, Dean I'm is a bit over. tired. Well, also he's a good cook, you know. He's a good cook. Dean is the best cook. Yeah, he's a very good cook. He does natural. So we were gonna use. Dean, Ben says that salt is really salty. Oh, it is really salty. All right. Yeah. Well, then We were gonna use taco seasoning, And he but said then no. no. I decided. I asked him. I said, "Can you just go in there and make tacos?" Making tacos. Okay. These are good though for like quick taco meals. They're actually pretty good. They do the job. აი კიდე ეს გულსამაგრი მოიხსნა გოდიდა. ეს გულსამაგრი ამას ძინავს ისე რომ მოვიხსნა მე ეგრევე გაიღვიძება. თორე ბარე მინდა. კაი, გაჩვენებთ ტაკოებს და გაგთიშავთ ახლა ცოტა ხანი ვეჭარავები, თორე ჩემი საუკეთესო მეგობრები არ Do I მელაპარაკებ. have my voice on? What? Am I using my voice? No, actually, you haven't. No. You know the fake voice when you're in front of the camera. You're go goes. No, the girls are goes Russia. the girls are other way around. Why are you Japanese all the time? Oh my god. ნახეთ ბოზმამამიდამ რა უნდა იცოდეს. რამდენი ვიცი. ვაიმე რამდენი ვიცინებთ, მაგრამ როგორი სიმართლეა. ყველამ თავის ბოზმამიდას მიხედოს. ფილმი მართლა ძალიან კარგია. ხო, კარგი ფილმია ჯერჯერობით. და საზამთრო მინდა გაჩვენოთ, რომელიც ბენმა ირჩია რამდენიმე დღის წინ რომ ნახეთ საზამთროს კახელივით რო ირჩევდა. ეგ არის და ხო. Let's see. It's not as red as I would think. Now? Oh, we also have the dessert cheese from the Japanese store that you bought. Ah, to try. oh, We me- have no idea what it is. ესეც ვიყიდეთ, ეგ სულ It has დამოწყდა. 6 pieces. შესამთრო გინდა? შესამთრო? საინტერესო. კარგით. let's try გავაგრძელებთ ახლა ფილმს, კოცნით გეხოვით თქვენი ნუკი კაშკელიშვილი.